მოგესალმებით, მეგობრებო და გიბრუნდებით საფეხბურთო სიახლეებით. კვარაცხელიას ბენეფისი შოტლანდიის წინააღმდეგ და ვილისანიოლის მომავალი ნაკრებში. აიაქსი თანახმა, სად გააგრძელებს გიორგი მიქაუტაძე კარიერას. ნაპოლის ახალი მწვრთნელი და KO-ს გამოფხიზლება. ამასთან ერთად მე თქვენთვის სხვა მრავალი ცხელი ინფორმაცია მოვიძიე. მოტივაციისთვის ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ამასთან თხოვნაა რომ გამოიწერო არხი, რადგან თვის ბოლომდე ჩვენი მიზანია რომ 40000 გამომწერამდე ავიდეთ. არხის მაყურებელთა 70%-ზე მეც კი არხი გამოწერილი არ აქვს. ამიტომ თხოვნაა რომ დააჭირო გამოწერის ღილაკს და დაეხმარო არხს განვითარებაში. მადლობა მეგობარო თუ ამ წამს შემithხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. გიორგი მიქაუტაძის მომავალი აიაქსში. აიაქსის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ზამთარში შესაძლოა ნიდერლანდები დატოვოს და იჯარის წესით სხვა კლუბში გადავიდეს. აღსანიშნავია რომ ახალგაზრდა თავდამსხმელი მეცსა და ლიონს დაუკავშირეს. გუშინ კი ლაციოს ვარიანტმაც გაიჟღერა. არწივების ინტერესი ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა იტალიურმა გაზეთმა მესაჯერომაც დაადასტურა. რომაული გამოცემის მიხედვით აიაქსი მიქაუტაძის გასაშვებად მზადაა. ლაციოს მიქაუტაძის საფეხბურთო პროფილი ძალიან მოსწონს და მისი შეძენა საფხულშიც უნდოდა. თუმცა ახლა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა შესაძლოა სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს. რომაული გამოცემის მიხედვით დედაქალაქელები აპირებენ რომ მიქაუტაძის გარშემო არსებული ვითარება ზამთარში აქტიურად შეისწავლონ. შესაბამისად ისინი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. აღმოაჩინე ქართველი ტალანტი. დღევანდელ ვიდეოში მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი ახალი ვარსკვლავბიჭუნა, რომელიც საქართველოს ეზრდება. ეს კი გახლავთ 14 წლის ანრი ხუბუტია. ანრიმ თამაში სულაქველიძის აკადემიაში დაიწყო. ამჟამად კი ის ინტერ აკადემიაში ირიცხება. სამწუხაროდ მეილზე მის შესახებ მცირე ინფორმაცია გამიზიარეს. ამიტომ ის საფეხბურთო პროფილზე ბევრი რამის თქმა არ შემიძლია. თუმცა როდესაც მისი საფეხბურთო უნარები ვნახე, არ შემეძლო რომ ეს ყოველივე უყურადღებოდ დამეტოვებინა. როგორც კადრში ხედავთ, ანრის უმაღლესი დონის ტექნიკა აქვს. ბურთთან თავს ძალიან თავისუფლად გრძნობს და გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს, რაც მეტოქეს 1-2-ად აბნევს. კარგი დარტყმა, მოედნის ხედვა, საფეხბურთო აზროვნება. 14 წლის ასაკში ვფიქრობ, ანრი ამ კუთხით შთამბეჭდავად გამოიყურება და მას უდიდესი პოტენციალი გააჩნია. საქართველოს მართლაც ტალანტების სამჭედლოა. ამ ბავშვებს კი მეტი ყურადღება სჭირდებათ, რათა ასაკის მატებასთან ერთად განვითარება არ შეწყვიტონ და უფრო მაღალი მწვერვალები დაიპყრონ. ანრის კი მინდა რომ უდიდესი წარმატება ვუსურვო. კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ ნებისმიერ საქმეში მთავარია შრომა და დისციპლინა. შედეგი კი აუცილებლად მოვა. და რას ფიქრობთ თქვენ მეგობრებო? ერთად შევაფასოთ ანრი კომენტარებში. დამერწმუნეთ რომ თქვენი თვითოეული სიტყვა მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მათ დიდ მოტივაციას აძლევს. რადგან მაგალითად, როდესაც წინა ვიდეოში დანიელზე ვისაუბრეთ, მე შემდეგი სახის მესიჯი მივიღე. და მართლაც, ჩვენ განსაკუთრებული თაობა გვეზრდება. ამაში კი რა თქმა უნდა, დიდი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც ქართველი გულშემატკივარი ფეხბურთისკენ ისევ გამოახედა და ჩაგვისახა იმედი. მისი ინსპირაციით კი ვფიქრობ, რომ საქართველოს მრავალი ასეთი წარმატებული ფეხბურთელი ეყოლება. ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი რა ხდება იტალიურ კლუბში? როგორც უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რუდი გარსიასა და ნაპოლის თავგადასავალი დასრულდა. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა მატინო კი დღევანდელ ნომერში ნაპოლის ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, რუდი გარსიაზე წერს. მატინოს მიხედვით პარტენოპეის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფრანკ სპეციალის მასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ სატელეფონო ზარით შეატყობინა, რომელიც იტალიის დროით 4 საათისთვის განხორციელდა. რუდი გარსია საფრანგეთის რივერიაზე იმყოფებოდა და პრეზიდენტისგან სატელეფონო ზარს ელოდებოდა. წუხვარ, ასე ვეღარ გავაგრძელებთ. ყველაფერი გავაკეთე, რათა შენთვის მხარი დამეჭირა, განუცხადა დე ლაურენტისმა რუდი გარსიას. თავად რუდი გარსია კი ნაპოლის შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა. ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მომიწევდა ნეაპოლელ გულშემატკივრებთან დამშვიდობება, რომლებიც პირველი დღიდან მხარში მედგნენ. გულწრფელ მადლობას ვუხდი მათ, ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს. დაწერა რუდი გარსიამ, რომელსაც ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საერთოდ არ უხსენებია. მას არის მთავარი ამოცანა კვარა ოსიმენის გამოცოცხლება იქნება. იტალიურ მედიაში KO-ს დუეზე წერენ. როგორც მოგეხსენებათ, 62 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ვალტერ მაცარიმ ნაპოლის სეზონის ბოლომდე ჩაიბარა და გუშინ გუნდში პირველი ვარჯიშის ჩაატარა. იტალიურ მედიაში კი მაცარის მიმართ იმედიანად არიან განწყობილნი და ვარაუდობენ, რომ 62 წლის მწვრთნელი ნაპოლის დიდების გზაზე დააბრუნებს. ამასთან ერთად ერთ-ერთმა ცნობილმა სააგენტომ Football News 24-მა დაწერა
გადაწყდა, რომ ვალტერ მაცარის მთავარი ამოცანა კვარაცხელია ოსიმენის წყვილის გამოცოცხლება იქნება. დეტალურად კი გამოცემაში შემდეგი სახის კომენტარი კეთდება. ახლა ნაპოლისთვის ქარიშხლიანი დღეებია. ემპოლისთან მარცხის შემდეგ გათავისუფლებული რუდი გარსია გუნდში ვალტერ მაცარიმ შეცვალა, რომელმაც სეზონი უნდა დაასრულოს და გუნდს ზაფხულში დასახული მიზნების განხორციელებაში დაეხმაროს. ტოსკანელი მწვრთნელი უკვე მუშაობდა ნაპოლიში და ხელმეორე შეთავაზებას უკოყმანოდ დათანხმდა. მისთვის მნიშვნელოვანია ტექნიკური კუთხით დარწმუნდეს, რომ ის მოთამაშეები, რომლებმაც გასულ სეზონში ნაპოლი მწვერვალამდე აიყვანეს, კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან. მთავარი საგოლე დუეტი ვიქტორ ოსიმენი და ხუჭა კვარაცხელია ძრავებს ათბობენ. მაცარი კი ეცდება, რომ მათ საკვანძო როლი მიანიჭოს. ისეთი როგორიც 2010 წლების დასაწყისში ეზეკიელ ლავეცისა და ედისონ კავანის ჰქონდათ. ეჭვგარეშია, რომ გასულ სეზონში ნაპოლი რის გამოც იტალიის ჩემპიონი გახდა, გონებრივად თავდამსხმელების მჭიდრო კავშირი იყო. უფრო კონკრეტულად კი დუეტი, რომელმაც პირველივე ტურიდან აჩვენა, რომ მათ შორის დიდი ქიმია იყო. ბუნებრივია საუბრობთ ოსიმენსა და კვარაცხელიაზე, ორ ფეხბურთელზე, რომლებმაც თავი მთელ მსოფლიოს შეაყვარეს. პირველ ფეხბურთელს აქვს ყველაფერი, რაც თავდამსხმელს უნდა ჰქონდეს: გოლის ალღო, ფიზიკური ძალა და საჯარიმოში პოზიციის შერჩევა. მეორე კი მოედანზე ნამდვილი ხელოვანია, რომელსაც თანაგუნდელისთვის ბურთის მიცემა როგორც შორიდან, ისე ერთ-ერთზე მოტყუებით შეუძლია. მაცარის პირველი ამოცანა კი ამ ორი ნეაპოლიტანელი ტალანტის ყურადღების ცენტრში დაბრუნებაა. წერია გამოცემაში. შეგახსენებთ, რომ ვალტერ მაცარიმ ნაპოლი 30 ივნისამდე ჩაიბარა, რადგან დე ლაურენტის კვლავაც ანტონიო კონტეს გადაბირების სურვილი აქვს. თუმცა მაცარის მომავალი ნაპოლიში მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. საქართველოს ნაკრებისა და შოტლანდიის დაპირისპირება. ხუჭა კვარაცხელიას ბენეფისი და ვილის სანიოლის მომავალი. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა დინამო არენაზე შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა და ფრედ 2-2 ითამაშა. ვილის სანიოლმა ამჯერადაც ნაცადი სქემა გამოიყენა და მეტოქეს 3-5-2-ით დაუპირისპირდა. ამან კი შედეგი პირველივე ტაიმში გამოიღო და დაწინაურება მალევე შევძელით. კერძოდ მე-15 წუთზე ჩაკვეტაძე კაკაბაძე კვარაცხელიას სამსვლიანი კომბინაცია ხუჭას ვარდნაში შესრულებული დარტყმითა და გოლით დაგვირგვინდა. აღსანიშნავია, რომ კვარამ ეს გოლი ზურიკო დავითაშვილთან ერთად იზეიმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინა, მაგრამ მიუხედავად ამისა მან ნაკრებში დარჩენა გადაწყვიტა. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, აქედან კი 3-ჯერ ზუსტი იყო. საერთო ჯამში კი ბიჭები პირველ ნახევარში თამაშს კარგად აკონტროლებდნენ, რომლებმაც მეტოქეს კარში დარტყმის საშუალებაც არ მისცეს. მაგრამ რაც შეეხება მეორე ტაიმს, შოტლანდიამ სათამაშო ხარისხი საგრძნობლად გამოასწორა. შესვენებაზე სტივ კლარკმა გუნდი გამოაფხიზლა და სკოტი მაკტომინეიმ 49 წუთზე საჯარიმოს ხაზიდან მეკარის კუთხეში დაარტყა და გაიტანა. თუმცა ჩვენი ბიჭები გრძნობდნენ კომაგების ზალას და ისინი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოდნენ. 57 წუთზე კი ჩაკვეტაძეს ლამაზი პასის შემდეგ კვარაცხელია ჩვეულ სტილში მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა. თამაში ისე მიდიოდა, რომ თითქოს საქართველოს გამარჯვება გარდაუვალი იყო, რადგან მეტოქი აშკარად დაუჯაბნეთ. თუმცა ვილის სანიოლმა მაინც გადაწყვიტა ახალი რაღაცის მოფიქრება, რითიც ნაკრები დაისაჯა. ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა აშკარად ტაქტიკურად დიდი შეცდომა დაუშვა და თამაში მეტოქეს სრულად გადააბარა. მოედნიდან გაიყვანეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთის დაჭერა შეეძლოთ და გუნდის ტაქტიკური განლაგება შეიცვალა, რამაც სამწუხაროდ დადებითი შედეგი არ გამოიღო. საქართველოს ნაკრები ბოლო წუთებში აშკარად გაძლებაზე იყო. მეტოქე კი წნეხს ზრდიდა. შედეგად კი დავისაჯეთ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ 92 წუთზე შანკლედმა თავური დარტყმით გაგვიტანა. შეხვედრის შემდეგ კი სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები ვილის სანიოლის გადაწყვეტილებებით აშკარად უკმაყოფილოები იყვნენ. შეხვედრა მართლაც მოსაგები იყო და ვფიქრობ, რომ სანიოლს თამაში არ უნდა ჩაიკეტა, რადგან თანამედროვე ფეხბურთში მსგავსი ქმედება ყოველთვის ისჯება. რაც შეეხება ფრანგი სპეციალისტის მომავალს, მისი საბოლოო გამოცდა ერთა ლიგაზე იქნება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ სანიოლი ნაკრებს ერთა ლიგაზე შესაბამისად ვერ წარმოაჩენს, მას ნაკრებიდან დაითხოვენ. შესაბამისად მივყვეთ მოვლენების განვითარებას, რადგან წინ ჩვენს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ელის. ასევე დაწერეთ კომენტარებში, კმაყოფილები ხართ თუ არა თქვენ ვილის სანიოლის მუშაობით. რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეს, რა თქმა უნდა მატჩის MVP-ით კვარაცხელია დასახელდა. თუმცა მასთან ერთად ვიტყოდი, რომ მოედანზე ჩაკვეტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რადგან ორივე გოლში ვფიქრობ, რომ გარდამტეხი მომენტი სწორედ ჩაკვეტაძემ შეიტანა. პირველ გოლში აშკარაა, რომ
შეტევა ჩაკვეტაძემ წამოიწყო, რასაც კვარაცხელიას გოლი მოჰყვა. მეორე მომენტში კი მან კვარას იდეალური გადაცემა გაუკეთა, რომელმაც თავის მხრივ უდიდესი კლასის ხარჯზე ულამაზესი გოლი გაიტანა. ჩაკვეტაძე კი ნაკრების ერთგვარი დირიჟორი იყო და როდესაც სანიოლმა ის მოედნიდან გაიყვანა, ეს ჩვენს ნაკრებს 1-2-ად დაეთყო. კვარასა და ჩაკვეტაძეს დუეტი კი ვფიქრობ, რომ ნაკრებში დღითი დღე იდგამს ფეხს და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩვენ დიდ გამარჯვებებსაც მოგვიტანენ. მინდორზე კოტრიალი და პატარა ბავშვივით ტირილი ფეხბურთი არაა. მაკტომინეი ქართველებზე ხმაურიან განცხადებას აკეთებს, რომელიც ამბობს: საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში ისინი მსახიობობდნენ და მათი მხრიდან ჩვენი და მსაჯის პროვოცირების მცდელობები სამარცხვინო ქმედებები იყო. თუმცა ეს ფეხბურთია და ალბათ ასეც ხდება ხოლმე. აუცილებელია რაღაც მოიმოქმედონ მოთამაშეებთან დაკავშირებით, რომლებიც თავს გვაჩვენებენ, რომ ტრავმირებულები არიან, რეალურად კი არაფერი სჭირთ. ამ ყველაფრისთვის სახელის მოფიქრება რთულია, მაგრამ მინდორზე კოტრიალი და მთელი მატჩის განმავლობაში პატარა ბავშვივით ტირილი ფეხბურთი არაა. გვინდოდა ჩვენი თამაში გვეთამაშა და მაქსიმუმი გაგვეღო, მაგრამ მეტოქის მიზანი მხოლოდ საჯის პროვოცირება გახლდათ, განაცხადა მაკტომინეი. მასარიმ კვარაცხელიას უყურა. შესაძლოა ამა ნაპოლის ტაქტიკის შეცვლა აიძულოს. საქართველოს შოტლანდიის 2-2 შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე იტალიურ პრესაში გამოხმაურებები არ წყდება. ამჯერად არიან ნაპოლი ჩვენი ნაკრების სათამაშო სქემაზე და მასში ხვიჩა კვარაცხელიას როლზე წერს, რომელმაც შესაძლოა გავლენა ვალტერ მაცარის ხედვებზეც მოახდინოს. გამოცემაში კი დეტალურად შემდეგი სახის კომენტარს ხვდებით. კვარაცხელია შეხვედრის აბსოლუტური გმირი იყო. მან მეორე ფორვარდის როლში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. მიქაუტაძესთან ერთად შეტევაში მოქმედებდა 5-4-1 სქემა, რომელიც შეტევისას 3-5-2-ად ფორმირდებოდა. ხვიჩასთვის კი ეს განსხვავებული სათამაშო პოზიცია, რასაც ის ნაპოლიში თამაშობს. კვარაცხელიას გავლენა ნაკრების თამაშზე აშკარაა. ამან კი შესაძლოა ნაპოლის სამწვრთნელო შტაბს ტაქტიკის შეცვლა აიძულოს. ვალტერ მაცარიმ ხვიჩას თამაშს თვალი მიადევნა და ყველაფერს აუცილებლად გაითვალისწინებს. ახალ სათამაშო სქემაზე გადასვლა რისკებს ყოველთვის შეიცავს, მაგრამ ეს შესაძლოა კვარაცხელიას თვისებების სრულად გამოვლენისა და გუნდის სათამაშო ხარისხის გაუმჯობესების გასაღები იყოს. ახლა გასარკვევია რეალურად მიიღებს თუ არა ასეთ გადაწყვეტილებას მაცარი და როგორ იმოქმედებს ეს ნაპოლის სეზონის მსვლელობაზე. ამიტომ ნახოთ თუ რა მოხდება, წერია გამოცემაში. შეგახსენებთ, რომ ნაკრები ბოლო შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა კი 2 დღეში, 19 ნოემბერს გაიმართება. ამიტომ ტრადიციულად კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ამ შეხვედრის ანგარიშის გამოცნობა ვფიქრობ ძალიან ძნელი იქნება. ამიტომ ვინც შეძლებს ზუსტი ანგარიშის გამოცნობას, მას ორშაბათს ვიდეოში მოვახვედრებ. და მოვიდა დრო ჩვენი ტრადიციული საფეხბურთო გადახვევის. უპრეცედენტო შემთხვევა საფეხბურთო სამყაროში. უარი კილიან მბაპეს, ფლორენტინო პერეს გრანდიოზული ჩანაფიქრი აქვს. მადრიდის რეალი მორიგი ტალანტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული მეგობარო, თხოვნა მოიწონო ვიდეო და გამოიწერო არხი, რადგან ეს შემთვის მოტივაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. მადრიდის რეალი მორიგი ტალანტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მომავალ ზაფხულს მსველი ალფონსო დევისი მადრიდის რეალის მაისურს მოირგებს. მარკას ცნობით 23 წლის კანადელი უარს ამბობს ბაიერნთან კონტრაქტის განახლებაზე სანტიაგო ბერნაბეუზე გადასვლის სურვილის გამო. გეტყვით იმასაც, რომ დევის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ამიტომ თუ მაქამდე არაფერი შეიცვალა, გერმანულ კლუბს მისი გაყიდვა მოუწევს. უპრეცედენტო შემთხვევა საფეხბურთო სამყაროში. კრიშტიანო რონალდუს ალ-ნასრი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილოთ. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა და დაიწერა მიზეზები, რომელთა გამოც UEFA აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას აპირებს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გეგმავს, რომ ალ-ნასრი 2024-25 წლების გათამაშებაში მიიწვიოს. UEFA-ში თვლიან, რომ ალ-ნასრი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ 3 კლუბ შორისაა და ევროპაში მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, რის გამოც მისი მიწვევა გამართლებულად მიაჩნიათ. შეგახსენებთ, რომ 2024-25 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ისულება და სწორედ ამ ახალ ფორმატში კი შესაძლოა კრიშტიანო რონალდუს ალ-ნასრიც ვიხილოთ.
უარი კილიან მბაპეს ფლორენტინო პერეს გრანდიოზული ჩანაფიქრი აქვს. მადრიდის რეალმა აქცენტი შესაძლოა კილიან მბაპეს ნაცვლად ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე გააკეთოს. როგორც მოგეხსენებათ სამეფო კლუბს უკვე დიდი ხანია რაც სურს კილიან მბაპეს შეძენა. თუმცა როდესაც რეალი მის შეძენასთან ყველაზე ახლოს იყო, ფრანგმა ფეხბურთელმა მადრიდული კლუბი დააღალატა და მან პარი სენ-ჟერმენთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. სწორედ ამის გამო კი შესაძლოა პერეზმა მბაპეს შეძენაზე უარი განაცხადოს. მის ნაცვლად კი ერლინგ ჰოლანდი გაიფორმოს. ამის შესახებ RMC სპორტი უწყება. აღსანიშნავია, რომ მადრიდულ გრანდში სულ უფრო მეტი ადამიანი იხრება ნორვეგიელის კანდიდატურისკენ. ამას ემატება ისიც, რომ რეალმა ბელინგემი დაიმატა. მას და ჰოლანდს კი როგორც მოგეხსენებათ, ერთმანეთში შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. შესაბამისად, მადრიდში მიაჩნიათ, რომ კლუბის შიდა სამზარეულოსთვის ჰოლანდის დამატება უფრო მიზანშეწონილი იქნება, რადგან მბაპემ შესაძლოა თავისი ეგოს გამო სიტუაცია არიოს. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის თხოვნაა, რომ ავიყვანოთ ეს ვიდეო მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე თხოვნაა გამოიწერო არხი, რადგან თვის ბოლომდე ჩვენი მიზანია, რომ 35000 გამომწერამდე ავიდეთ. დიდი მადლობა მეგობარო, თუ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და მომავალ შეხვედრამდე.